ხალხო, ეხლა უნდა ვილაპარაკოთ საცოდაობაზე. აი, მსგავსი საცოდაობა არის იშვიათი. თუმცა უკვე ორი დღეა საცოდაობა გრძელდება, გული ამიჩუყდა იმდენად საცოდავები არიან ეს ბატები, მაგრამ მაინც ბატები რა მანიაკი ბატები, სადისტი, მანიაკი ჯალათის მომხრე ბატები, მაგრამ მაინც ეხლა ზოგიერთმა ახალი თაობის პატარა ბავშვებმა რო არ ჭამონ მთელი ეს სიცრუე, მაინც გავწვიტე რომ ეს ვილაპარაკო, ჩავწერო. ნახავთ, ხედავთ თქვენ სავარაუდოდ სკრინს დაბლა, ანუ მას შემდეგ რაც ტრამპს ესროლეს, აი რაღაც ვახშამზე თუ ტრამპს არც ესროლეს, ზოგადად იქ ვიღაცებს ესროლეს, ტრამპის თანხლებ პირებს ვესროდიო, იმ კაცმა საბოლოოდ განაცხადა, ბიჭო, ესე იგი ამ საცოდავი ნაცალა ჯალათების, სადისტების, ჩაჯმულების, ესე იგი გნიასია ატეხილი. როგორც ჩანს, აი ამ ნაცალა ნანულამ ჩააგდო ეს მესიჯ ბოქსი და სულ ყველა ერთი და იგივე მაპატი და ლეობას წერს, რომ აი ტრამპს დაცვა გადაეფარა, და ძირს დააწვინა დაცვამ ტრამპი და გადაეფარა და ზუსტად ასე იყო გორშიც, რომ თურმე ჩვენ ვიღაც მაძუნგალები რო ვიძახოდით, რომ მიშამ ჩაიჯვა, აი თურმე ეს ყოფილა დაცვის პროტოკოლი. მოდი ახლა მე ძალიან ბევრი რო არ ვილაპარაკო რა. ორ-სამ ვიდეოს შევხედოთ უბრალოდ. ამ სკრინს აქ მოვაშორებ, რომ ეს უკვე წაიკითხეთ ხო ეს ნაცალა ნანულა რეებს წერს, ჯერ ნანულა რომ ნაც ისა კოცოს უძახის ვინმეს ბიჭო, რატო ღმერთი არ გაიცინებს? ნანულა შე გათახსის შე რაღაცა საზიზღარო გულის ამბეო სადისტო დედაკაცო, შენ კოცოს რო ვიღაცეუნები, გონია რომ რომელიმე თუნდაც ყველაზე დამპალ კოცს რამეთი ჯობი ხარ? შენ მართლა ნაცების ნატრევო, ნაგავო დედაკაცო შენა ბიჭო, რაი სადამდე უნდა მივიდეს უკიფრობა, რომ კოცო უძახოს, აი ვიღაცა რო უძახის კოცს ვიღაცებს, ვიღაც ადამიანი რომელიც არაფერში გარეული არ არის კიდე ჯანდაბას. აი ეს ნაგავი რომ კოცო ვიღაცას უძახის დასამცირებლად. ნანულა რო კოცს გეძახის, ეს უკვე ძალიან კარგია. ნებისმიერისთვის. მოდი ახლა ვნახოთ, აბა ტრამპმა ამათი აზრით ტრამპი შიშარაა, კოჩო. ნახოთ აბა ტრამპი რამდენად შიშარაა. ამ სკრინს მოვაშორებ, რომ ვიდეო კარგად გამოჩნდეს. ნახეთ ხომ კადრები. აი ამ ნაცი ნაგვების, ნაცი ჯალათის, სადისტი მანიაკების, ესე იგი ტვინშიც რო პრობლემა აქვს, ბიჭო, ტვინშიც, აი ყველაფერთან ერთად დებილები არიან, რომ თვითონ უდევთ ეს ვიდეო, ბიჭო. და მიწერილი რომ აიო ტრამპის შიშარაო, ნახევთ, ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ჯეიდი ვენსი ჩანს პირველ კადრში, რომელიც მიუხედავად სროლის ხმებისა, სკამზე ფაქტობრივად დაწეპებულია რეალურად და არ დგება. დაცვას მართლა ძალით გაყავს, რა გინდა თუ კაც თავი დამანებოს, კაც იძახს და ძალით გაყავს დაცვას. არაფერს არ აწვენენ და დარეფარებიან. ფეხზე აყენებენ და გაყავთ ძალით. ეს ერთი მერე იქი ძის ტრამპი მოშორებით. არც კი ინძრევა სროლების ხმებზე. ჯერ იქ ადგილზე პირადი დაცვეუნება გავიდეთო და არ მიყვება, მე აქედან თუ აკვირდებით შემორბიან სანამ არ მიირბინეს ამ სპეცნაზელებმა, სპეცრაზმელებმა, არც ამდგარა ტრამპი არ განძრეულა საერთოდ. მე უბრალოდ მართლა პროტოკოლი შეასრულეს და არ შეიძლება დარბაზში დარჩენაო და გაყავთ, გაყვანის დროს ოდნავ წაიბორძიკა სულ რაღაც 2 წამით წაიქცა სავით და წამოაყენეს და გაიყვანეს. ეხლა დებილი უნდა იყო რა, ბრმაც კი არა, იმენა იდიოტი უნდა იყო, რომ აი აქ სხვა რამე დაინახო და ის დაინახო, რომ საწყალ ტრამპ შეეშინდა, ჩაიჯვა, დააწვა და დააფარეს თუ რაღაც ისულელე, ხო? ხო ვნახეთ ეს ყველაფერი. ეხლა ვნახოთ ეს ნაცალა ნაბიჭვრები, ეს ნაგვები, რას ადარებენ, რომ ტვინი მოუწამლონ ახალგაზრდებს და
დააჯერო რომ თვითონ გორშიც იგივე მოხდა. ნახოთ და მერე შევადაროთ. Mr. President, is this the end of the war? Is this the end of the war, you think? Well, I really would hope so. In your best knowledge, how many Georgians have died? I don't know, but let's move away. Let's move away. ეს გორის კადრები, ჩემო ძვირფასებო, ესე იგი არაფერი არ ხდება საერთოდ. სადღაც შორს გაისმა თვითმფრინავის ხმა. და სად არის აქ ის რომ დაცვა მივარდა სააკაშვილს და წააქცია თუ დაეცა ზევიდან თუ რაღაც. არაფერი სააკაშვილმა ჩაიჯვა და გაიქცა. უბრალოდ გაიქცა სააკაშვილი და დაცვა გაოგნებული უყურებს სად გარბის ეს გამოყლებებულიო. აი ეგ არის ამ კადრებში, კარგად ნახეთ, თუნდაც გადაახვიეთ. ტრამპი იქ არც განძრეულა სანამ არ მივარდა სპეცრაზმი და ჯეიდი ვენს მართლა ძალით მიათრევენ. კი ეს არის პროტოკოლი, რომ დაცვამ ამ დროს უნდა გაათრიოს ძალით. რაც შევარდნაძეს გაუკეთეს სოხუმში, მართლა როგორც არ უნდა არ გევასებოდეს შევარდნაძე იმას შიშრობას ვერ დაწამებ, ძალით გამოათრიეს სოხუმიდან და ისა ვარდების რევოლუციის დროს ვითომ ვარდების როდესაც იყო რა ქვია რავი მართლა საშიშროება ჩაი არ გაუშვია კაცხელიდან მართლა ძალით გაათრია დაცვამ დარბაზიდან ეს იყო დაცვის პროტოკოლის შესრულება და ტრამპიც როგორც ვნახეთ თუ გადაახვიეთ ზის მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ სროლის ხმები გაისმა ზის არც განწრეულა და მანამდელი თავდასხმას შეგიძლიათ ტრამპზე ნახოთ ყურთან რო გაუარა ტყვიამ ისევ აგრძელებდა ტრიბუნაზე მართლა ძალით ჩამოიყვანა დაცვა მართლა ძალით ჩატენეს მანქანაში და მანქანიდან კიდე თავს ყოფდა ესე ძალით და რაღაცებს ყვიროდა და აქაც არც განძრეულა საერთოდ ბიჭო ვის ატყუებთ ვის აბრმავებთ თქვენ მართლა სადისტო ჯალატებო ეს თქვენი ტრაწიანი ჩამჯემელი პრეზიდენტი რომ ვაშკაცად გინდათ აქ გამომიცხადოთ ამ გორის კადრებში საერთოდ არაფერი არ ხდება სადღაც შორს თვითმფრინავის ხმა გაისვა დაცვა გაგიჟდა სად გარბი მოტრიალდა ჩემისა და გაიქცა სად გარბისო დაცვა გაოცებული ყურებს და მერე გაეკიდა დაცვა ძლივს დაეწია ის დაცვა ძლივს დაეწია მე წააქციეს იმიტომ რომ კიდე არ გაქცეულიყო რომ სატრაქში გარბოდა კაცშვილმა ვერ გაიგო და რატო გარბოდა ფრონტზე იყო ჩასული თავარ სარდალი ოჰო და იბომბებოდა და ვაშკაცი მიშა ჩავიდა იმდენი თქვენი დედა შევეცი მე კუშნერი იყო იქ მიშასთან ერთად ჩასული და კუშნერმა თხოვა პუტინს რომ აი ჩავდივარ ამ პერიოდშიო და პუტინმა რა ქვია გარანტია მიცა რომ არ დაიბომბება იმ მომენტში ისა რა ქვია გორი და კუშნერთან ერთად იყო ჩასული კუშნერიც მიატოვა კუშნერი იყო ხო მგონი საფრანგეთის ისა რა ქვია თუ არ ვცდები პრემიერ-მინისტრი თუ რა მნიშვნელობა აქვს და მიატოვა ის თავის ფრანგის სტუმარის მოხია გაიქცა კაცი შვილმა ვერ გაიგო სად გარბოდა და რატო გარბოდა და ამას ადარებს ბიჭო ამ კადრებს ერთმანეთს გამოყენებულებო თქვენა აი რა საწოდაობა როგორ უნდათ რომ ეს თავისი ჩამჯმელი სუნიანი ჯალათი სადისტი საწოდავი კატამი პრეზიდენტი რაღაცნაირად გააყრავა აი ტრამპი ცოტო და რაც შეეხება ხა დაცვის პროტოკოლს განახეთ კიდე ერთ კადრებს მე და ერთი მიპასუხეთ აი მან რატო არ
იმუშავა დაცვის პროტოკოლმა რა, მაგრამ აინტერესებს. რუსის სამშვიდობოები სააკაშვილისა და ქართული სამართალდამცავების შეშვებას ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებდნენ, თუმცა ისინი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შევიდნენ. პრეზიდენტმა რუსის სამშვიდობოების პოლკოვნიკს კატეგორიულად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება და ჯავშან ტექნიკის გაყვანა. იქვე მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სარდალი ჩაბანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შეხლა შემოხლა რუს და ქართულ სამართალდამცავებს შორის მაშინ მოხდა, რაც რუსმა სამშვიდობოებმა პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები ავტომატური იარაღით მიზანში ამოიღეს. ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს მოთხოვეს დაებრუნებინათ მათთვის წართმეული მობილური ტელეფონები და იარაღები. ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად ისიც იქცა, რომ რუსი მშვიდობის მყოფელი, რომელიც იარაღ-მომარჯვებული იდგა, უარს აცხადებდა განიარაღებაზე მაშინ, როდესაც მის ახლომახლოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. რა ხდებოდა დღეს განმუხურში, დეტალები ქრონიკაში 20 საათზე. ეს არის განმუხურის ამბავი, სადაც მიშამ დადგა ეს კონცერტი, რომ ვითომ რაღაცა რუსი სამხედროები შემოვიდნენ განმუხურის ტერიტორიაზე და აი ჩაფრინდა მიშა და უჭუჭუჭუ და გაეკიდა და გაყარა რუსი სამხედროები. თქვენ აქ მოისმინეთ კიდევაც, მე სპეციალურად აი ამ ხმით გავუშვი ესა, რომ რუსი ჯარისკაცებიო ავტომატებს უშვერენო და აჰო პრეზიდენტს არ შეეშინა. აქ რატო არ იმუშავა იმ პროტოკოლმა, რასაც თქვენ იძახით, რომ დაცვა ვალდებულია ამ დროს და აი აქ მართლა რეალური საშიშროება შეიძლება ჩავთვალოთ, ავტომატები მიუშვირეს რა პრეზიდენტს. ის კი არა რაღაც ტრაქში თვითმფრინავის ხმა გაისმა და იქ გარანტირებული იყო, რომ არავინ არც არ დაბომბავდა, იმიტომ რომ ფრანგი უმაღლესი ჩინის სტუმარი ყავდა. მიუშვირეს ავტომატები პრეზიდენტს, რატო არ დააგდო აი აქ დაცვამ და რატო არ გადაეპარა ზევიდან, ხო არ იცით? მე გეტყვით, ნუ ამ გამოყლებებულებს არ ვეტყვი, ეს საწოდავი გამოყლებებულები რო არიან და თვითონ რო ამტკიცებენ თავის პრეზიდენტს ვაჟკაცობას. ბავშვებს გეტყვით, იმიტომ რომ ეს ხო კონცერტი. მიშას ფული აქვს გადახდილი ამ კონცერტში. და შემდეგ აი ეს ვიღაც პოლკოვნიკია თუ ვიღაცა ვისაც თვითონ ელაპარაკება და აჩმორებს ამ კადრებში არ იყო, მაგრამ შემდეგ რო აჩმორა, მე თქვენ გეტყვით, რუსებო უჭუჭუჭუ იმას ის ტიპი დაიჭირეს მერე რუსებმა მოსკოვში დაიჭირეს ზუსტად მაგიტო რომ აი ამ კონცერტის დადგმაში ვითომ მიშა არ შეეშინდა რუსი სამხედროების და რაღაცა ამ კონცერტის დადგმაში აიღო ფული. თორე აი ეს რო რეალური ყოფილიყო, აი აქ მართლა პროტოკოლით უნდა ემოქმედა დაცვას და ავტომატებს რომ მიუშვერენ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა დაფარო ის პრეზიდენტი. ავტომატების წინ მიშა ისდევს რუს სამხედროებს. ვაი თქვენ გამოყლებებ, თუმცა რა თქვენ კი გასაგებია რაც ახართ, მაგრამ თქვენ ხართ ის ნაცი შვილები, რომლებსაც ბოღმით სკდებით, რატო ვერ იგულავეთ ბოლომდე და რატო ვერ აწამეთ და რატო ვერ ისადისტეთ ბოლომდე. და ისა რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის ბოღმა გაქვთ, გამწარებულები ხართ და მაგეებს რო წერენ კიდე რომ ბიძინა, თქვენი ბიძინა თუ თქვენი ბელადი ხავთ თქვენებო თქვენა. ბიძინა რო დადის აკვარიუმი, ტყვია გამომტარი შუშები არის ხოლმე, ხო? ბიძინა რო გამოდის ადმე მიტინგზე ან სამ ძალიან კარგი შვება ჯერ ერთი. და ბიძინა არც იქაჩება და აი ასეთ კატებს არ დგამს, რომ აი რუს სამხედროებს გაეკიდა. ძალიან სწორ შვება ბრონირებული შუშებით რო გამოდის, იმიტომ რომ თქვენ აი გამოყლებულებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყველა პროვოკაციაზე შეიძლება წახვიდეთ და არც იქაჩება ბიძინა და არ იძახის, რომ აი რუსებს მიუვარდი და აი იმას მოუვარდი და უი რაღაცა თავს მესხმოდენ და რაღაცები. ძალიანაც სწორ შვება, რა შუაშია ეგ ვერ მივხვდი. ევლო პატრიცემულ მიშასაც ბრონირებული შუშებით აი ამ რაღაცა კონცერტების დადგმას რო ვითომ ავტომატებმა რა ბრონირებული შუშის უკანაც ჩაიჯვამდა ეგ. იმდენად ჩამჯმელი ხალხ და ეს რაღაცა საწოდავი ფარტხალი რო თურმე ტრამპის შიშა რა კოცო. ბიჭო 80 წლის კაცი ჯობნის მართლა ვაშკაცობაში მაგ ჩამჯმელ ყურდღელს ბიჭო და აი მაგ ორ კადრს რო ვინმე ერთმანეთს შეადარებს, ნუ გასაგებია, მაგრამ ნუ მაინც გამოყლებულები ხართ, იმიტომ რომ ცდილობთ აი ამ დებილური ტრენდის პიარის თუ რაღაც ნარატივის აგორებას, რომ თურმე ტრამპის დაცვამაც იგივე ექნა. არაფერი საერთო მანდ არ არის. სანამ დაცვა საერთოდ დაცვამ უნდა მიხვდეს ჯერ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვიღაც ვისაც იცავ, სხვა რამეზეა კონცენტრირებული, დაცვა გარემოს აკვირდება და დაცვამ უნდა უთხრას იმას, რომ საშიშროებაა, წამო, გავიქცეთ ან დაუწვეთ ან რაღაცა.
ამან დაცვა მიატოვა, სტუმარი მიატოვა და გაიქცა, ბიჭო 100 მეტრში ძლივს და ეციენ საწყალი და სარატო გარბისვა, ესე იყურებიან აქეთ დაცვის წევრები. მაგარ შედარებებს აკეთებს, მაგარს, ვაი, საწყლებო, საწოდავებო. კიდე ხელგონიერ საქართველოს გისურვებთ ხალხო. არ ვიცი, ტრაგიკომედიაა რა ეს ყველაფერი, კარგად იყავ.